საღამო მშვიდობისა, თქვენ უყურებთ იმედი ლაივს, გიორგი ფუტკარაძესთან და მაგდა ანიკაშვილთან ერთად. გამარჯობა, მთავარ ამბებს გიყვებით ისე როგორც არავინ სხვა. ოპოზიცია მარცხის მიზეზების გაცნობიერებას იწყებს, რა გაარკვიეს რადიკალებმა ქართველი ხალხის შესახებ, გიყვებით რამდენიმე წამში. ნანუკამ პარტიული რეორგანიზაციის მასტერკლასი მოაწყო, გაკვეთილი პირველი. რა უპირატესობა აქვს შიმერიან როლს? გიორგი, ამბობენ, რომ კამათში იბადება ჭეშმარიტება და მე მინდა შემოგთავაზო აი ცნობილი გამონათქვამის ოპოზიციური ვერსია, რომ წვავე დაპირისპირებაში რადიკალებმა როგორც იქნა გაარკვიეს, რა არის მათი მარცხის მიზეზი, მუდმივად აგებენ არჩევნებს და დაიწყოს რეალობის გაცნობიერება. ნანუკა ჟორჟოლიანის ვერსიით, როგორი არის ქართულ სუფრაზე სადღეგრძელოების თანმიმდევრობა. ესე იწყება ეკლესიის და პატრიარქის სადღეგრძელოება, შემდეგ არის მშვიდობა და შემდეგ სუვერენიტეტი, როგორც ნანუკა ამბობს, ის რომ საქართველოში ქართველებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. სადღეგრძელოებით არის შეშფოთებული ლევან სანიკიძეც და ამბობს, რომ ეს მისთვის არის გამოწვევა, რომ მშვიდობის სადღეგრძელოს დროს თურმე ხალხს ქართული ოცნება ახსენდება. ხაბეიშვილის გამოქვეყნებული შეთანხმების 5 პუნქტი სრულად კონსერვატიული ინიციატივებია, მაგრამ თავის მცდელობას ოპოზიციური ველიდან კონსერვატიულ ველზე გადანაცვლების ნუ დაუკარგავთ თინა ბოქუჩევას, რომელიც პირველი ამბობდა, რომ ეკლესიის მოედანი არ უნდა დაუთმოთ ხელისუფლებას და ხალხი დავარწმუნოთ, რომ არც ჩვენ ვართ უღმერთოებია. ამასობაში უნდა ვთქვათ, რომ ნანუკა ჟორჟოლიას ისევ აერია, ვინაიდან საარტილერიო იერიში მიიტანა იმ პარტიაზე, რომლის თავმჯდომარეობასაც აპირებს. ძველი სახეების წინ წამოწევა გადაწყვიტა, უпростоრად ძველი სახეების უკანა ფლანგზე გადამალვა და გადაწყვიტა, ახალი სახეები, ანუ იუთუბერები წინაპლანზე უნდა იყოს და რათავარია თავმოყარეობა დაუწუნა ყველას, ვინც ამბობს, რომ ალიანსში უნდა იმყოფებოდეს ახლა ნაციონალური მოძრაობა, რამაც საბოლოო ჯამში ძალიან განარისხა გიორგი ბარამიძე მაგალითად ამბობს, რომ პარტია ამანათი კი არ არის, ვიღაც როგორც მან თქვა, მოდი დავიცვათ ციტირება, ვიღაც გამოუცდელს ვანდოთო, პეტრეცის კარიშვილმა კი შორჭრეტოლობა დაუწუნა. მოკლედ დიდი ამბები ამასობაში ანი წითლიძე მიფიქრა, რომ იქნება ახლა მქონდეს პარტიის თავმჯდომარეობის შანსიო და როგორც ის ამბობს, შესაძლოა კენჭისყრაზეც იფიქროს, მაგრამ ამასობაში ნანუკა დატუქსეს, სააკაშვილმა სტატუსი გამოაქვეყნა და ნანუკას დაუწუნა გამონათქვამი, სადაც ის ამბობს, რომ სააკაშვილის ხელს შესაძლოა მნიშვნელობა არ ჰქონდეს. ასთავარია თინას მოუწონეს რაღაცები. აი ნანუკა სადაც დატუქსა, სწორედ იმ სტატუსში შეადარა სააკაშვილმა საკუთარი თავი ნელსონ მანდელას, თუმცა ეს არავის გაკურვები ამის შესგან, მაგრამ როგორც ჩანს იყო უხასიათო თავს დაესხა გვარამიასაც გილაურის ფინანსებზე იყო ლაპარაკი, რომ ეს ფული მთლიანად მოხმარდა ნაციონალების წინააღმდეგ მუშაობას წინასაარჩევნო პერიოდში. გვარამია გაკურვებულის როლშია, ამბობს, რომ რას საყდრობს, თითქოს გილაური მისი პრემიერ-მინისტრი არ იყო, ან თითქოს ნაცმოძრაობას არ ქონია მოლაპარაკებები დაფინანსებასთან დაკავშირებით საარჩევნო პერიოდში პირდაპირ გათქვა მთელი ეს კულუარული მოლაპარაკებები, მაგრამ მთავარი კრიტიკოსი სააკაშვილის, რა თქმა უნდა, არის თამარ ჩერგოლეიშვილი. ის ამბობს, რომ მიშა ვერ ელევა აი ამ წასულ უკვე დიდებას, ებღაუჭება ამ დიდებას და საერთოდ დაკარგული აქვს პოლიტიკური რეალობის საქმე. რაც ეხება ნანუკას, ჩერგოსთვის მისი პერსონა საინტერესო საერთოდ არ არის ორი მიზეზის გამო, ერთი რომ არ აქვს პოლიტიკური განათლება და მეორე და მთავარი ამბობს, რომ უბრალოდ გოიმიაო და რა თქმა უნდა ხსნის, ესე იგი, რას გულისხმობს გოიმობაში, ამბობს, რომ ეს არის როდესაც საკუთარ შესაძლებლობებს ადეკვატურად ვერ აფასებ და იქ ეტენების, სადაც შენი ადგილი არა. და ამასობაში რაც უფრო დრო გადის საბოლოო ჯამში, ყველა რადიკალი ხვდება, რომ კალენდარი ითვლის მათი წარუმატებლობის დღეებს და არაწარმატების. მოვისმინეთ არაერთი აღიარება ბოლო პერიოდში და ის ადამიანები, ვინც საკუთარ მეგობრებს, ბიზნეს პარტნიორებს, ახლობლებს, საკუთარი პოლიტიკური პოზიციების გამო გაემიჯნენ, ეხლა ამბობენ, რომ საბოლოო ჯამში არ გაამართლა ამ მეტი რადიკალიზმის ფორმულამ და შეგვიძლია კიდევ ერთი ასეთი განცხადება მოვისმინოთ, რომელიც საკმაოდ სევდიანია საბოლოო ჯამში. ძალიან ბევრ ადამიანთან შევწყვიტე ურთიერთობა, ბევრი საქმე გავიფუჭე და ძალიან რთული იყო იმის აღიარება, რომ ესე იგი, ის რაც მე ვცადე, ეს არ მუშაობს. აღარ მუშაობს. დაუბრუნდა ხალხმა შეწყვიტა, ჩემს სფეროში ხალხმა შეწყვიტა ფაქტობრივად ბოიკოტი, დაუბრუნდა სახელმწიფოსთან თანამშრომლობას, არანაირი შედეგი ამ ბოიკოტმა არ გამოიღო. ის გზა, რომელიც მე ჩემთვის ავირჩიე, რომ არის რაღაცა გზა, ის მიგზამ არ გაამართლა.
ცევდიანი ამბავი გვიამბო, ცნობილი აქტივისტია ნანა ჯიხამინჯა, თუმცა ჩვენ ვიცით, როგორ იმშვიდებს ხოლმე თავს ოპოზიცია, როდესაც იმედგაცრუებული ამ წავე დაპირისპირებაში, ეს არის კომუნიკაცია უწყლელებთან, ვიზიტები საზღვარგარეთ და ახლაც აი მთელი დესანტი არის ევროსაბჭოში წარმოდგენილი, გამართეს შეხვედრები, უყვებოდნენ პასეს წევრებს თუ რა საშინელებები ხდება საქართველოში და ამით საკუთარ საჭიროებასაც ამტკიცებდნენ სხვათა შორის. რეზოლუციას რაც ეხება ის უკვე დამტკიცებულია და აქ სიახლე არ არის. ევროსაბჭომ მთლიანად გადმოიტანა ის ნარატივი დემოკრატიის უკუცვის შესახებ, რაც ჩვენ უკვე ვნახეთ ევროპარლამენტის ანგარიში, თუმცა იყო ერთი საინტერესო დეტალი დებატების დროს, ახლა ვიცით დიდი ბრიტანეთის დამოკიდებულება ტელეკომპანია იმედის მიმართ ძალიან ვანერვიულებთ გაერთიანებულ სამეფოს და სწორედ ბრიტანეთის წარმომადგენელი იყო დეპუტატი, რომელიც თავისი გაგებით საუბრობდა იმაზე თუ როგორ იცავს საქართველოში დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და სიტყვის თავისუფლებას და იქვე აღნიშნა, რომ არის შეშფოთებული იმით, რომ ტელეკომპანია იმედის წარმომადგენლები, ჩვენი კოლეგები არიან იქვე იმ შენობაში, აშუქებენ მათ მუშაობას და ეს არის სამარცხვინო, როდესაც აი ასეთი ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს ვუშვებთ ევროსაბჭოს შენობაში, ეს ნამდვილი უმაღლესი სტანდარტი იყო დემოკრატიის მისი გამოსვლა. კიდევ დიდხანს მოუწევს იმედის დანახვა დაატანა და კიდევ ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ უნდა მოუყვეთ მაყურებელს, რომელიც საბოლოო ჯამში ცდება პოლიტიკურ ლოგიკას, ევროპარლამენტში მსჯელობდნენ გაფართოებაზე იმ დროს, როდესაც საქართველოს არათუ არ მიიწვიეს, არამედ საერთოდ არ უხსენებიათ და ეს არის იმ პოლიტიკური ლოგიკის გაგრძელება, როდესაც მაგალითად სატრანზიტო დერეფნებზე საუბრობენ კოსი, კალასი და სხვები და საქართველოს რუკაზე შემჩნევაც არ უნდათ. პრინციპში ევროპარლამენტისგან და ევრობიუროკრატებისგან ეს ამბავი არავის არ უკვირს, საერთოდ არ არის ამ ამბავში სიახლე, თუმცა პრემიერმა მაინც დაუსვა დიაგნოზი, ერთადერთი რაც დღეს აინტერესებთ, ეს არის ნაცების ხელისუფლებაში დაბრუნება.